ამ ორომტრიალის პირობებში საქართველოს ფასი ძალიან იზრდება. უკრაინის კონტექსტით ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მე სხვა რამეს გამამახვილებ ყურადღებას დღეს თქვენის ნებართვით. ეს არის მეარაკი, ჩემი ვიდეო ბლოგი, იცით რომ 3 პროდუქტია დაბლო მედიაზე, YouTube-ზე და მე გთხოვთ ჩემს მხარდაჭერას. საქართველოსთან დაკავშირებით ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი ჰენრი კისინჯერის პრაქტიკულად ზუსტი ციტატა. მას აქვს ნათქვამი: ამერიკასთან მტრობა ცუდია, რაც საკვირველია ცუდია, მაგრამ მეგობრობა როგორც ასეთი საშიშია, ცხადია იგულისხმება ყალბი, მეგობრობა, ისეთი მეგობრობა როგორის გაჩარხვასაც ახლა ცდილობს რუსეთი, ასე უნდა ვთქვა თამამად, როდესაც ამერიკა გაჩვენებს, რომ ის შენი მეგობარია, მაგრამ რეალურად მას აქვს თავისი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული ინტერესები და ამ ინტერესებს ის ატარებს მეტად ოსტატურად. სწორედ ჰენრი კისინჯერის სიტყვები გამახსენდა ამ დინამიკაში და თქვენ იცით რომ საოცარი დინამიკაა ამ ორომტრიალში და ყველაფერს ვერ ადევნებ თვალყურს, ყველა ამბავს ვერ ადევნებ თვალყურს, მაგრამ ძირითადი მოვლენები, ძირითადი ამბები, ძირითადი კომენტარები, ძირითადი ტაქტიკური სვლები ხომ არ უნდა გამოგრჩეს, ხო? და არ გამომრჩა რასაკვირველი არც ასე მაგალითად გუშინ წინ დღეს დილით და ასე შემდეგ. პუტინის გზავნილი ხო საოცარი იყო, რომელმაც თქვა, რომ კი მე მინდა მშვიდობაო, მაგრამო და მე იქ თავისი პირობები ჩამოვა სახელა. ახლა ვიდრე ძირითად სარტყელზე გადავიდოდე, მანამდე გეტყვით ამგვარ რამეს. მე პერსონალურად არ ვარ მომხრე იმისა, რომ ტრამპი ასე ხელაღებით ვაძაგოთ. არა. 100%-იანი ხუპავს ის მსოფლიოს თავად შეერთებულ შტატებს, უკრაინას, მსოფლიო პოლიტიკას და ასე შემდეგ, ამგვარი მკვეთრი ფერების, მკვეთრი კომენტარების, მკვეთრი შეფასებების გაკეთების მომხრე არა ვარ. ისევე როგორც არა ვარ მომხრე ზითად მემარცხენეების, რა თქმა უნდა, იმ მოსაზრებისა, რომ უკაცრავად მემარჯვენეების, რომ ტრამპი გადამრჩენელია მსოფლიოსი, ტრამპი აბსოლუტურად სწორ ნაბიჯებს დგამს და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, მოკლედ ამის თქმა მინდა, ტრამპის მიმართ ცხადია კრიტიკა მეც წამწდენია, მკვეთრი კრიტიკაც წამწდენია, მაგრამ უნდა რომელიღაც ეტაპზე ესე უნდა დავაბალანსოთ მესიჯები, ჩემი აზრით, სხვა თუ არაფერი ტრამპი არის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი, რომელიც კიდევ 4 წელი იქნება ოვალურ კაბინეტში და უამრავ ამ დინამიკაში უამრავ სიურპრიზ, უამრავ ტაქტიკურ სვლანაბიჯს შემოგთავაზებს. ახლა კი მთავარი თქვენის ნებართვით, ყველა თავისას ჩალიჩობს, ისიც თქვენ. ყველა თავისას ცდილობს ჩალიჩობს. ეს სიხმარ უნდა მიხსენებინა, ვახსენებ აპატიეთ. ყველა თავისას ცდილობს. ასე მაგალითად, თავისას ცდილობს, გაგიკვირდებათ და ახლა არ ვახსენებ რომელიმე ესეთ აქტუალურ სახელმწიფოს დღევანდელ სამყაროში, რომლის გარშემოც ტრიალებს დღევანდელი სამყარო, უკრაინას მაგალითად, არამედ ვახსენებ მაგალითად სომხეთს. სომხეთი თავისას ცდილობს. ის ნელ-ნელა ნაბიჯ უახლოვდება ევროკავშირს, ცდილობს კია, უახლოვდება თურქეთსაც, უახლოვდება კი არა აგვარებს პრობლემებს აზერბაიჯანთან, იცით თქვენ რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პრაქტიკულად ყველა ბევრი სადაო საკითხი უკვე გადაწყვეტილია. სომხეთი ცდილობს განქორწინებას რუსეთთან და დაქორწინებას თურქეთთან, აზერბაიჯანსაც ვახსენებდი, ევროპასთან, შეერთებულ შტატებთან და ასე შემდეგ. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ სომხეთის დღევანდელი დემოკრატი ლიდერი ხვდება, ანუ ფაშინიანი ხვდება, რომ ეს არის ისტორიული შანსი ამ ქვეყნისათვის, რომ გამოვიდეს ამ იზოლაციიდან, რომ არ იყოს ჩამოკიდებული რუსეთზე, არ იყოს ჩამოკიდებული მხოლოდ რუსეთზე. კი, სომხეთი არის 3+3-ის
ოდეკაბეს SNG-ს წევრი, მაგრამ თამამ ვარაუდს გამოთქვამ, რომ ეს მაინც დროებითია, როდესაც საბოლოოდ გადაწყდება, კვანძი საბოლოოდ გაიხსნება, სომხეთი იქაც ძალიან ოსტატურად, ალბათ ძალიან ოსტატურად გამოვა ოდეკაბედან SNG-დან, DST-დან და ასე შემდეგ. თურქეთიც თავისას ცდილობს, ეს გასაკვირი არც არის. რეჯეპ ტაი ერდოღანს აქვს ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ეს შინაგანი წიახსვლა სურვილი იმისა, რომ გაეჯიბროს ათათურქს. ათათურქი, რომლის პორტრეტებიც კიდია პრაქტიკულად ყველგან თურქეთში, ყველა საჯარო სივრცეში და კერძო სივრცეებშიც, ბარებში, რესტორნებში, კაფეებში, დაწესებულებებში, ყველგან არის ათათურქი, მაგრამ იქ ნელ-ნელა ჩდება, კი არა გაჩენილია უკვე ანკარასა თუ სტამბოლში თუ სხვა დიდ ქალაქებში, გაჩენილია სწორედ რეჯეპ ტაი ერდოღანის პორტრეტებიც. ერთგვარად ეჯიბრება რეჯეპ ტაი ერდოღანი კემალ ათათურქს და სურს რომ ისტორიაში, ამაზე გვისაუბრია ჩვენ, ისტორიაში მასზე არანაკლები ან მასზე მეტი სახელიც კი დატოვოს. და აი ისტორიული შანსი ჩნდება თურქეთისთვისაც. თურქეთი სულ აფიქსირებდა სხვა შორის რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა, მაგრამ ახლა რეჯეპ ტაი ერდოღანი და მისი კაბინეტის წევრები ძალიან ხშირად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ თურქეთი უნდა იყოს ახალი ევროპის არქიტექტურის ერთი მნიშვნელოვანი შენობა, თუ გლებოთ ესე ვიტყვი, ერთი მნიშვნელოვანი სივრცე. ევროპას გაუჭირდება თურქეთის ასე ხელაღებით მიღება ახალ ევროკავშირში ან ევროკავშირში, თუ გლებოთ ესე ვიტყვი, სხვა თუ არაფერი 80 მილიონიანი ქვეყნის ევროპარლამენტარები რო წარმოვიდგინოთ, ისინი ამათ ინტეგრირება ამ თუ გლებოთ ესე ვიტყვი, ქრისტიანულ საწყისებზე არსებულ ევროკავშირში არ იქნება იოლი, მაგრამ მეორე მხრივ მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ თურქეთს ასე ხელაღებით ეტყвიან უარს, იმიტომ რომ ეს უარი თუ ახლა გაისტუმრეს უარით ეს მძლავრი შავი ზღვის აკვატორიის შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფო, ეს უარი თურქეთს საბოლოოდ ჩამოაყალიბებს მაღალი ალბათობით ჩამოაყალიბებს ანტიდემოკრატიულ სივრცედ. აქედან გამომდინარე, ევროპას ეთამაშება და აგე ტუსკის შეხვედრა ერდოღანთან, აგე ევროკავშირის სამიტზე მიწვევა, ევროკავშირის ღონისძიებაზე მიწვევა რეჯეპ ტაი ერდოღანი თურქეთისა, დასტურია იმისა, რომ ევროპა განიხილავს მინიმუმ ამ ახალ ძალიან არეულ მსოფლიოში თურქეთის მნიშვნელოვან მონაწილეობას შავი ზღვის კონტექსტში. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ხოლო ჩვენთან იმართებაში კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რამდენადაც თურქეთი არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, ნატოს წევრი სახელმწიფო, ნატოსი, რომელიც ასაკვირველია შესუსტებულია ხსენებული ტრამპის პოლიტიკის გამო, მაგრამ ნატო როგორც ასეთი არსებობს. მე ვარაუდობ, რომ გარკვეული მოდერნიზაციის გათვალისწინებით ის კიდევ უფრო გამძლავრი იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუმცა ამაზე პროგნოზის გაკეთება ახლა უმადური საქმეა და ამაზე მსჯელობაც ალბათ არ შეიძლება. ევროპულ უსაფრთხოებას თურქეთის სჭირდება, მეთქი აკი გითხარით, ახლა როდესაც შეერთებული შტატები ყოველ შემთხვევაში დეკლარირებულად ამბობს, რომ მე გავალ ევროპიდან და ისევ უკრაინა უნდა ვახსენო, უბრალოდ უკრაინა უნდა ვახსენო, უკრაინა თქვენი საქმეა, ევროპელების საქმეა, ამას უთვლის ევროპის ყველა ქვეყნის დედაქალაქს ვაშინგტონიდან დონალდ ტრამპი და ევროპაც ცდილობს რომ გადაეწყოს, ევროპა პლუს ბრიტანეთი ცდილობს რომ გადაეწყოს ამ ახალ რელსებზე შეიარაღებაზეა საუბარი, მთლიან შიდა პროდუქტში თავდაცვის ხარჯების ზრდაზეა საუბარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 35-ებზე საუბარი და ასე შემდეგ. მოკლედ ყველა თავისას ცდილობს, მეთქი ამის თქმა მინდა და ყველა თავისას ცდილობს ოღონდ ყველა თავისას ცდილობს, ყველა პატარა სახელმწიფოც კი თავისას ცდილობს ერთი არაადეკვატური საკუთარ ბაობაბებზე დამპალ, ჩამპალ, განადგურებულ, გაუბედურებულ, აღარ არსებულ ბაობაბებზე გადამკვდარი კაცის, ბიძინას და მის მიერ შექმნილი საქართველოს გარდა. დღენიაдаг ის გაუდის ბიძინა ივანიშვილის ყველა გამობიძინებულს, რომ
ომი არ უნდა იყოს, მშვიდობა უნდა იყოს და აი ამ ეგრეთ წოდებული цариელ მშვიდობა მიწაშიც გვეყოფის, ხო? ილია ჭავჭავაძე, ლელდღუნია. გზავრის წერილები ლელდღუნია. ამის სანაცვლოდ თანახმარი უკლებლივ ყველაფერზე. მათ შორის წინა ვიდეო ბლოგში მევახსენე იმაზეც კი, რომ არაღიარების პოლიტიკა ჩამოინგრეს და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დესცნონ ასე მაგალითად ლათინური ამერიკის ვენესუელის გარდა ლათინური ამერიკის სხვა სახელმწიფოებმაც ვენესუელას იცით თქვენ რომ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქვს ნაღიარები და ცხინვალის რეგიონი სამხრეთ ოსეთი. არაფერს აკეთებს მოკლედ იმ დროს, როდესაც ეხლა არის შესაძლებლობების ფანჯარა და ჩვენ სულ უნდა ველაპარაკებოდეთ შეერთებულ შტატებს. სულ აქ უნდა იყვნენ კანცელარს მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა ისხდნენ ამერიკელი კონსულტანტები, ითვლიდნენ, მსჯელობდნენ, სცენარებს გადიოდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან და კომპეტენტურ პირებთან ერთად. ეს ხელისუფლება დაწოდებული ბანდა არაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის, თორსა როდესაც მაგალითად ჰიბრიდული ომის სცენარები უნდა ითვლებოდეს. არა მარტო საქართველოსთან იმართებაში, არამედ რა მოხდება ხვალზე სომხეთთან იმართებაში, ხვალზე აზერბაიჯანთან იმართებაში, რა სატრანსპორტო რა ახალი ინიციატივები უნდა გაჩნდეს, რომელიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის იქნება აუცილებელი, ანაკლია, ნამდვილად მნიშვნელოვანია, არ არის და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ, როდის უნდა დავიწყოთ, მართლა როდის უნდა დავიწყოთ, იქნება და უნდა გადავხედოთ ჩინეთთან კონტაქტი, იქნება არ უნდა გადავხედოთ, ბევრ რამეზე უნდა მსჯელობდეთ. მაგრამ მაინც ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს კიდევ ახსენებ, მაგრამ ეხლა ისევ ამერიკას დაუბრუნდებით თქვენის ნებართვით. იგითხარით რომ ამერიკა მიატოვებს მეტწილად, მოდი ესე ვიტყვი, გადაულოცავს საკუთარ უსაფრთხოებას და უკრაინის უსაფრთხოებას ევროპას და ეს ევროპა თავად როგორ ფორმაქმნადობას მიიღებს, არავინ იცის. მაგალითად, უნგრეთი იქნება თუ არა ახალ ევროპაში, თუ ახალი ევროპა საერთოდ ფორმირდება, იქმნება. უნგრეთი, რომელიც იგულისხმება ორბანის თურქეთი, ვისა უნგრეთი, იქნება თუ არა ახალ ევროპაში, როგორც ერთიან სხეულში. სულ დაინგრეს ევროკავშირი და რომ დაინგრეს, უფრო სწორად, უნგრეთს იქ როგორც დროა ცხენს, მაღალი ალბათობით აღარ მიიპატიჟებენ და რა შვება? უნგრული საზოგადოება რა შვება? სლოვაკური საზოგადოება რა შვება? ახლა ისევ უკრაინის კონტექსტში ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტა პროლონგაციით, ანუ გაგრძელებით, მაგრამ პუტინმა იცით თქვენ რომ ძალიან უცნაური პასუხი გასცა, კი მეთანახმავა რო თქვა ცეცხლის შეწყვეტაზეო, მაგრამ აი ეს როგორ მოხდებაო? მაგალითად 2000 კილომეტრიანი ფრონტის ხაზის, ცეცხლის ხაზის მონიტორინგი. სწორია, გაგიკვირდებათ და პუტინი ამ თავის რემარკაში. თუმცა ამერიკელებს და ევროპელებს აქვთ მექანიზმი, როგორ უნდა მოხდეს ეს დროებითი შეწყვეტა და ვინ უნდა დაამონიტოროს ეს ყველაფერი. თუმცა პუტინი იქ კიდევ უფრო საოცარ რაღაცებს ამბობს, ჭყალებში სწორი პუტინი. მაგალითად, კურსკთან იმართებაში რატომ უნდა გავანთავისუფლო მე ეს ტერიტორიები, უფრო სწორად უკრაინელებს რატომ უნდა მივცე დერეფანი, რომ ისინი გავიდნენ უსაფრთხოდო დანარჩენ უკრაინაში, ნამდვილ უკრაინაში. რატომ უნდა გავიდნენო? ისინი ხომ ჩვენს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადიოდნენ. ანუ რა უნდა რომ ჩახოცოს. ხო, კურსკი იგულისხმება. კურსკში ეს ალყა, ზოგი შენაერთი ალყაშიც არის მოქცეული, იცით თქვენ. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე ვარაუდობ, რომ ეს ცეცხლის დროებითი შეწყვეტაც კი არ გამოვა. სხვა შორის ტრამპმა, რომელსაც გადაუგდო ბურთი პუტინმა თავისი პასუხით, აი ლუკაშენკოსთან ერთად რომ გააკეთა კომენტარი, ლუკაშენკოსთან ერთად რომ იყო, ტრამპმა შეუქო დიპლომატიურად პუტინს ის პასუხი, თუმცა თქვა ხაზგასმით, რომ ეს არ არის სრულყოფილი პასუხიო და ისევ დაუბრუნა ბურთი პუტინს მის მოედანზე. საერთოდ ეს თეორია იმის თაობაზე, რომ ტრამპი უნდა გაბრაზდეს და თუ გაბრაზდება ტრამპი, მერე უკვე დაივიწყებს მისივე დილ ვივაჭროთ, გამოვივაჭროთ, გავრიგდეთ მინერალები, წიაღისეული და ასე შემდეგ უკანა პლანზე გადაიწევს და ევროპასთან ერთად ის რუსეთის რეალური და არა ბაიდენისეული დამარცხებით დაკავდება, ხო? ეს თეორია სწორი თეორია, ალბათ, ამ თეორიას აქვს საფუძვლები, მოდი ასე ვიტყვი.
ამერიკის ლიდერი უნდა მიხვდეს მეთქი, რომ ცეცხლის შეწყვილის და კონფლიქტის მოგვარების ბრძაობა აქვს მხოლოდ უკრაინას, ხოლო რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელსაც უნდა ომი. ეს აქამდე უნდა მივგორდეთ. მივგორდებით? ძალიან რთული სათქმელია, მაგრამ მაინც. სხვაშორის ტრამპის კრიტიკის ჭრილში უნდა ვთქვა ისიც, რომ ტრამპმა ისიც თქვა, რომ უკრაინამაც უნდა დათმოს. ტერიტორიული დათმობები იგულისხმება. საერთოდ ჩვენ უნდა გავიმიჯნოთ ცეცხლის შეწყვეტა და არსებითი და უფრო რთული რასაკვირველია მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის ფასილიტატორების თანდასწრებით. უნდა გავიმიჯნოთ, თუმცა უკრაინამაც თქვა, რომ ჩემთვის არსებობს წითელი ხაზები და მათ შორის სხვადასხვის თქვა, რომ წითელ ხაზებს მიღმა არის ჩვენი არ შესვლა ნატოში და ევროკავშირში. ანუ რუსეთი ითხოვს დენაციფიკაციას, უკრაინის ხელისუფლების შეცვლას, ანუ ზელენსკის წასვლას, ამ ტერიტორიების აღიარებას მის შემადგენლობაში, ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას, მომზადებას იმისთვის, რომ მერე უკვე შეუტიოს დაარჩენილ უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპას ბალტიის სახელმწიფოები და ალბათ პოლონეთი იგულისხმება თუნდაც ჰიბრიდული ომის ელემენტებით და ამაზე დაარწმუნებული ვარ შეერთებული შტატები და არავინ არ წავა, ტრამპი უნდა გაბრაზდეს, მიხვდეს, რომ მის სატელეფონო საუბრები 1 2 3 4 პუტინთან იყო წყლის ნახვა და პუტინი რეალურად არ არის მზად იმისთვის, რაც არ უნდა შესთავაზოს სხვა შორის. პუტინმა მათ შორის ისიც თქვენ, რომ საუბრობს ბუნებრივი აირის აღდგენაზე ევროპის მიმართულებით, ლუკაშენკოსთან ყოფნის დროს მან ეს განაცხადა ღიად, ერთად რომ საიცხდნენ, მან განაცხადა ეს ღიად და ასე შემდეგ ევროპას უნდა კი აი ამ დიქტატორი პუტინის და დიქტატორი პუტინის რუსეთის ბუნებრივი აირი, როცა ევროპა გადადის მაინც ახალ სისტემებზე, ესე ვიტყვი და მისთვის პრიორიტეტულია მისი უსაფრთხოება და არა მერკელისეული ვაჭრობა, რუსეთთან აღები მიცემობა, რუსეთთან საერთოდ მერკელმა და ობამამ დაღუპეს მეთქი ეს. აქამდე მოგვიყვანეს მეთქი, ასე რომ თქვა, ალბათ არც შევცდები. ხო, ახლა ჩვენ ისევ ჩვენს ხელისუფლებაზე მინდა ვთქვა ორი სიტყვა, ადეკვატური ხელისუფლება უნდა გყავდეს მეთქი, აქ გითხარით, რომელიც პროცესებს სულიწყვეტებას გრძნობს და ეს ხელისუფლება დაწოდებული ბანდა, რასაკვირველია ამ ყველაფერს ვერ გრძნობს, არ იცის გარშემო რა ხდება. არავის არ ესაუბრება დასავლელი პარტნიორებიდან ევროპას შეერთებულ შტატებს. ერთი. მეორე, საკუთრივ იმ ადამიანებსაც ან თავისუფლებს თანამდებობებიდან ან კუთხეში ამწყდებს, არაფერს ეკითხება, ვინც ჩვენს წინამდვილეში არის კვალიფიციური. ვინც იცის თავდაცვა, უსაფრთხოება, სცენარებზე მუშაობს, კიბერ შეტევებს იგერიებს, ჰიბრიდულ ომზე მუშაობს და ასე შემდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრო არაფერს არ აკეთებს, თავდაცვის უწყება არაფერს არ აკეთებს, ეს ორი ძირითადი უწყება, თქვი ახლა სხვები და სხვები, პრემიერის აპარატი არაფერს არ აკეთებს და ასე შემდეგ თმას იწევს ეს. მე კი არა მაქვს ეს თმა, მაგრამ ჩამო წეულ თმას იწევს პრემიერ-მინისტრი და არც არაფერს სხვას და შეშლილი თვალებით იყურება. ხო, მაგალითად ადგილობრივი იარაღის წარმოება ჩვენთან დელტას ბაზაზე. იარაღის შესყიდვა გვჭირდება, არ გვჭირდება, რამდენი გვჭირდება, როგორ გვჭირდება, რა გამოცანებისთვის გვჭირდება და ასე შემდეგ. ხა რაღაცეები ამოწერილი მაქვს, ისი თქმაც არ უნდა დამივიწყებულა და ამიტომ ჩავიხედები ხოლმე ამ კომპიუტერში. ახლა უკრაინაზე მე არ გავაგრძელებ საუბარს, თქვენის ნებართვით, ცოტა კიდე ვისაუბროთ და ვისაუბრებ ერთ ძალიან საინტერესო ამბავზე, ეს არის ირანის კონტექსტი. ტრამპმა გუშინ, იყო თუ გუშინ, თქვა შეუთვალა თეირანს, რომ შეერთებული შტატები სამხედრო დაპირისპირებაში შევა ირანთან და ასე გააჩერებს ირანის ბირთვულ პროგრამას, ანუ ირანის მიერ ბირთვული ბომბის გაკეთების მცდელობას, შეზღუდავს, შეაფერხებს, გააჩერებს და ასრულებს, თუ თავად თეირანი თავადვე არ იტყვის უარს ბირთვულ პროგრამაზე. ეს რომ მოხდარიყო 20 წლის წინ ტრამპის ან სხვა პრეზიდენტის პირობებში, მე გეტყოდით, რომ საქართველოს ფასი 1-2-ად არა, უკაცრავად 1-10-ად იზრდება ამ პროცესში, იმიტომ რომ მაღალი ალბათობით თეირანი უარს ეთქვის ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე ტრამპს. ეს რომ მოხდარიყო 20 წლის წინ, ჩვენი ფასი,
გითხარით იქნებოდა 1-2-ად, 1-10-ად, 1-20-ად მეტი ვაზიანის სამხედრო ბაზის და აეროდრომის კონტექსტში. იმ ვაზიანისა, რომელშიც ამერიკელები სუყედ იყვნენ არიან და იყვნენ უფრო წარმოდგენილები. მაგრამ ახლა, როდესაც თანამედროვე ომის თანამედროვე ტექნოლოგიები არის დახვეწილი, როდესაც უპილოტო საფრენი საშუალებები იერიშების მიდან არის პრაქტიკულად სრულყოფილი ამ ეტაპისთვის. როდესაც ისრაელი ესოდენ სერიოზულად არის ჩართული ამ პროცესში, ახლო აღმოსავლეთის პროცესი იგულისხმება. როდესაც სირიაში ხდება ის, რაც ხდება, საქართველოს როლი მისია ოდნავ უკანა პლანზეა გადასული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს როლი მისია აბსოლუტურად ნიველირებულია თუნდაც მხოლოდ ვაზიანის, ან ზოგადად რეგიონის, ან ზოგადად ქვეყნის, ან ზოგადად შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში. შეერთებულ შტატებს მესმის, რომ თურქეთი, არ ვიცი როგორი მოთამაშე იქნება ამ შემთხვევაში ირანის კონტექსტში, ისრაელი რა საკვირველია. ხო, შეერთებულ შტატებს ეს ორი სახელმწიფო დასჭირდება შესაძლო რამდენიმე ალბათ წელიწადში ირანის გაჩერებისათვის, როგორც სამხედრო პლაცდარმები, მაგრამ საქართველოს ესე მეხუთე ხარისხოვანი სულაც არ გამხდარა ვაზიანის კონტექსტში, შავი ზღვის კონტექსტში და ასე შემდეგ. სხვა თუ არაფერი ლოჯისტიკური ცენტრების გაკეთება შეიძლება, სხვა თუ არაფერი ავიაციის საწვავით მომარაგება შეიძლება საქართველოს. ეს უნდა ბიზნე ივანიშვილს თუ არ უნდა, შეერთებული შტატების ინტერესი არის ესეთი, ხა შეიძლება მეც არ მინდოდეს და არც არავის არ უნდოდეს, რომ საქართველოს იყოს რაღაც თვალსაზრისით ჩართული ამ კონფლიქტში და არც უნდა იყოს რა საკვირველია, ხო? მაგრამ გეოსტრატეგიული ინტერესები და ბირთვული პროგრამის გაჩერების აუცილებლობა მსოფლიოსთვისაც მნიშვნელოვანია ირანის ბირთვული პროგრამის გაჩერება და შეერთებული შტატებისთვის ხომ მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია. ცხადია, სპარსეთის ყურე, ისრაელი, თურქეთი თუნდაც ინჯერლიკის ბაზა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ითამაშებს ამ ესკალაციის შემთხვევაში, მაგრამ საქართველოს მეხუთე პლანზე არ გადადის სულაც. სხვათა შორის აქვე ვიტყვი. რამდენი ხანია არ გსმენიათ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა აი ამ მაგაწეწილი ასე მაგალითად კობახიძის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ვაზიანში უნდა აშენდეს სამოქალაქო აეროპორტი. მე რამდენიმე თვეა. სტადიონზე კი დაასვენეს სიტყვა რამდენიმე თვის წინ, 1-2 თვის წინ დაახლოებით. მაგრამ ასე მარტივადაც არ არის. მე არ მინდა თქვა, რომ ისინი რამეს ხდებიან, მაგრამ რაღაცა სენსორებით შეიძლება ამას ყველაფერს გრძნობენ ან ინფორმაცია აქვთ მეთქი. მოკლედ, საქართველოს ფასი ამ კონტექსტში ძალიან იზრდება. და რატო ვამბობ ახლა ამ ყველაფერს? კიდევ ერთხელ რატო ვამბობ? იზრდება რა საქართველოს ფასი, ჩვენ უნდა გვყავდეს ადეკვატური ხელისუფლება. ადეკვატური ხელისუფლება, ანუ არა ბიზინა და ბიზინიზმი დაავადებულები, არამედ ადეკვატური, არჩეული, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ამ გეოპოლიტიკურ თამაშში თავის უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. სხვა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის კონტექსტშიც, იმიტომ რომ უკრაინა ჯერ ერთი რასაკვირველი არ მარცხდება, ახლა ამაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას. ტრამპის გაბრაზების გათვალისწინებით მით უმეტეს არ, ტრამპის შესაძლო გაბრაზების გათვალისწინებით მით უფრო არ მარცხდება, მაგრამ ერთ წამს რო წარმოვიდგინოთ, რომ მხარეები დაცილდნენ, რაც ჩემი აზრით წარმოუდგენელია და ომი გაგრძელდება კიდე 1-2 წელიწადი, ალბათ ან რუსეთის სრულ კოლაფსამდე, ეკონომიკური კოლაფსი, რუსეთს აქვს ამის რესურსი, ეგრამ ამის პასუხია, მიუხედავად იმისა, რომ ლოჯისტიკაშიც უჭირს, გამოფიტულიც არის, ეკონომიკური პრობლემებიც დაეწყო, ეწყება და ასე შემდეგ, მას აქვს ეს 2 წლიანი პროლონგაციის, 2 წლიანი გაგრძელების, ომის 2 წლიანი გაგრძელების რესურსი მაინც მობილიზაციას გამოაცხადებს და ასე შემდეგ და ივაჭრებს და ისე სულ დღეში. უკრაინა შავი ზღვის სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში რჩება მშვიდობის პირობებშიც კი და საქართველოსა და უკრაინას შორის ეკონომიკური, გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური, შავი ზღვის კონტექსტში კავშირები აღსადგენია და ეს ხელისუფლება ამის აღდგენი არ არის. არ არის უბრალოდ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ცვლილებები, რომ აქ, აი როცა ყველა თავისას შვრება აკეთებს, ჩვენი ინტერესები გავატაროთ როგორ მე.
და მარტო მშვიდობად წოდებულ ხალხმშვიდობაზე კი არ ვისაუბროთ, მშვიდობად წოდებულ ხალხმშვიდობაზე. არამედ ვისაუბროთ იმაზე, რა არის ჩვენთვის ამ ვითარებაში გამოსავაჭრი თუ მაინც და მაინც. უყურეთ, მაგალითად ამერიკელებს შეგიძლია უთხრა, რომ შენ გაგჭირდება ჩემი სამხედრო ბაზა ვაზიანის ლოჯისტიკურ სიამტკბილობაში, ლოჯისტიკურ ამბავში. ხო? ამისთვის ჩვენ უნდა დავიწყოთ მოგვეცით უვიზო რეჟიმი. მოგვეცით ან თავისუფალი ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან. ან პირდაპირი ფრენები, ან სამივე. ან მაგალითად ჩვენი უსაფრთხო თავდაცვა და უსაფრთხოება გააძლიერეთ. ან მაგალითად ვილაპარაკოთ იმაზე, რომ თურქეთში არსებული ინჯერლიკის ბაზის პარალელურად სწორი სიტყვა არ ვიცი ამდენად გაგრძელებად შეიძლება იყოს მცირე ბაზა თქვენი კწანიში თუ უფრო ვაზიანში. და ასე შემდეგ. შენ უნდა ივაჭრო ამ სიტყვის კარგი ჯანსაღი კონოტაციით. შენ უნდა შენთვის სასარგებლო თამაში აწარმოო. ესენი კი კალიკალია, კაციკაცია, პაპუაშვილი, თვალსაწიერი როგორიც არის, იმაში ჩარჩენ პაპუაშვილის კიდე არა უშავს პაპუაშვილი. ბისმარკია დიტო სამხარაძესთან, ხო? ან მამუკა მდინარაძესთან შედარებით, ხო? ისინი ამაში გვტოვებენ, აი ამ ამბავში. და ეს არის ძალიან სამწუხარო. ეხლა მე რო გითხრათ, რომ მე ვიცი, რომელი პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შეცვალონ არსებული დე-ფაქტო ხელისუფლება მეთქი და ვერ გეტყვით. კოალიციური მთავრობა რომ უნდა მოვიდეს, ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ნებისმიერი პარტიიდან, აი მართლა ნებისმიერი პარტიიდან, არა ყველა, აქვე და გიდასტურებს, მაგრამ ანუ კრიტიკული ვარ ოპოზიციის მიმართ. მაგრამ ნებისმიერი პარტიიდან ყველა საშუალო ინტელექტის წარმომადგენელი მართლა ბისმარკია, მეორეჯერ ვახსენებ, ხო? მართლა ბისმარკია ხელისუფლებად წოდებული ქართული ოცნების ნებისმიერ საუკეთესო მოაზროვნესთან შედარებით. აი საუკეთესო მოაზროვნე ვინ არის? არ ვიცი. ირაკლი კობახიძე მაგალითად, ისე მაგას რა უთხარი, მაგრამ აი საშუალო დონის პოლიტიკოსი ხაზრაძის ჯგუფიდან, საშუალო დონის პოლიტიკოსი გახარია ჯგუფიდან, საშუალო დონის პოლიტიკოსი ნაციონალური მოძრაობიდან, საშუალო დონის პოლიტიკოსი გვარამია ხოშტარია ჯაფარიძის ჯგუფიდან, საშუალო დონის პოლიტიკოსი ნებისმიერი ოპოზიციური პარტიიდან ამ 4-ის გარდა კიდე დამატებით, ხო? გაცილებით გონიერი ადამიანია, ვიდრე ირაკლი კობახიძე, რომელიც ყველაფერთან ერთად არის შეზღუდული საკუთარ ქმედებებში, იმიტომ რომ ეს აჩრდილი ბიზნა ივანიშვილისა დახვება. გავასახელებ, გვარებით შემილია ხო ცხადია. მართლა შემიძლია გვარების დასახელება. მაგრამ ეხლა მართლა შათავს შევიკავებ, რომ კომპლიმენტარული არ ვიყო მაინც და მაინც რომელიმეს მიმართ. ხო, აი, მაგალითად ფედერალისტების წარმომადგენლები არიან ჰალალი ბისმარკები, ნამდვილი ბისმარკები ბიზნესთან და კობახიძესთან შედარებით. ლელოს წარმომადგენლებიც, კვლავ მეორე გახარია წარმომადგენლებიც, ნაციონალური მოძრაობის და გვარამიას მაგრამ. ადეკვატურები ანუ. და რაღაცას მაინც ვითამაშებენ. ეხლა ეს გამეგზელდა მართლა და 30 წუთამდეც მივედით, გვინდა არ გვინდა. უკრაინის კონტექსტი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ასევე არის ტრამპის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში. და ჩვენ ამას კომპლექსურად უნდა დავაკვირდეთ ყველაფერს. მეს ვამბობ ამას სულ რომ ჩვენ და უკრაინა ერთ ბეთ ქვეშა ვართ, ხო, ერთ ბეთ ქვეშა ვართ, ლაბაობედაში ერთ ბეთ ქვეშა ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი გადარჩენა დაფუძნებულია უკრაინის გადარჩენაზეც, უკრაინის გადარჩენაზე. ასია იმ დიდი შეთანხმება რო შედგება, დიდი საუბარი რო შედგება დიდ ბიჭებს შორის საქართველოს მაღალი ალბათობით და იმედი მაქვს არც არავინ არ გასწირავს, მაგრამ ჩვენი გადარჩენის გზების სხვა კონტურებით ჩნდება ამასობაში, პარალელური კონტურები. ეს უნდა ვიცოდეთ. დავამთავროთ ისევ და ისევ. ესეც ჩაუვთხრათ, ხო? ისევ და ისევ ჰენრი კისინჯერის სიტყვებით.
ამერიკასთან მტრობა ცუდია, მაგრამ მეგობრობა კი საშიშია, ცხადია, იგულისხმება ყალბი, მეგობრობა, რასაც ცდილობს, რის მიღწევასაც ცდილობს შეშლილი შლეგი რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც მოკვდება მეთქი ასე ადრე თუ გვიან, რასაკვირველია პუტინი. ნახვამდის.